საღამომშვიდობისა საზოგადოებრივი მაუწყებელი და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი წარმოგიდგენთ ევროპულ არჩევანს. დღევანდელი გადაცემის თემაა მომხმარებელთა უფლებების საქართველოში. რა დონეზე ვიცნობთ მომხმარებლები ჩვენს უფლებებს, რა უნდა მოიმოქმედოს მომხმარებელმა, როცა მისი უფლება ირღვევა და რა ხდება ამ მხრივ ევროკავშირის ქვეყნებში. რა მოეთხოვება მყიდველს, რა როლი აქვს სახელმწიფოს და როგორი კანონმდებლობა გვაქვს საქართველოში. ევროპული არჩევანი წარმოგიდგენთ თემას მომხმარებელთა უფლებები. ეთერშია ევროპული არჩევანი. საღამომშვიდობისა დღეს მომხმარებელთა უფლებებზე ვისაუბრებთ ჩვენს ქვეყანაში და წარმოგიდგენ ჩვენი გადაცემის სტუმრებს. მადონა კოიძე, საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე, ლია თოდუა, სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი, ბორის სიაროშევიჩი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, შალვა მელქაძე, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ექსპერტი, ლიკა ციკლაური, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ეთარ სარჯველაძე, სასურსათო პროდუქტების ექსპერტთა ასოციაციის ექსპერტი, ქეთი დადიანი, საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის ექსპერტი, ვახტანგ კობალაძე, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი. მოგესალმებით ყველას, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ქალბატონო მადონა, მოდი თქვენგან დავიწყოთ. რამდენად იცნობენ მომხმარებლები დღეს საქართველოში თავის უფლებებს? რა დონე გვაქვს ამ მხრივ? სამწუხაროდ ცნობადობა არის ძალიან დაბალი. საზოგადოება არ იცნობს კანონს მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, თუმცა უკვე აზრი არ აქვს ამ კანონის გაცნობას, იმიტომ რომ ფაქტიურად ეს კანონი აღარ არსებობს. კოდექსით ჩაინაცვლა და ცნობადობა მომხმარებლის არის ნამდვილად ამ სფეროში არის ძალიან ბევრი სამუშაო და ცნობადობა არის ასამაღლებელი. და რა განაპირობებს თქვენი აზრით იმას, რომ ცნობადობა არის დაბალი ამ სფეროში? მომხმარებელი რატომ არ იცნობს თავის უფლებებს? იცით რა მენტალიტეტი იყო აქამდე ისეთი, რომ მომხმარებელს თუ აღმოაჩენდა ნაკლის მქონე პროდუქტს, რატომღაც ითვლებოდა სირცხვილად, რომ ეს ნივთი მას დაებრუნებინა, ან თქვათ ჩაეყენებინა საქმის კურსში მენეჯერი, ან თქვათ ვადაგასულ პროდუქციას თუ შეიძენდა, ის უბრალოდ ჩუმად გამოდიოდა მარკეტინგიდან და ეს უარგისი ნივთი მისთვის ხდებოდა გამოსადეგარი და ის განიცდიდა ეკონომიკურ ზარალს, მაგრამ აი მის შემდეგ რაც არასამთავრობო ორგანიზაციები გააქტიურდნენ, ეს მარტო მომხმარებელთა ფედერაციის დამსახურება არ არის, სხვა ორგანიზაციებიც საკმაოდ აქტიურად მუშაობენ, უკვე მომხმარებელი უკვე სხვანაირად მოქმედებს სამომხმარებლო ბაზარზე. ის უკვე არ ჩუმდება. ის უკვე ჩვენ გვიკავშირდება, სტრატეგიულ ცენტრს უკავშირდება, თუ თვითონ ვერ აგვარებს ამ პრობლემას და ცდილობს, რომ ეკონომიკური ზარალი მან უკვე აინაზღაუროს. ქალბატონო ლია, მთავარი პასუხისმგებელი იმაში, რომ არ მოატყუონ მომხმარებელი, არის თავად მომხმარებელი? დიახ, რა თქმა უნდა მივეჩვიოთ პრეტენზიების გამოთქმას, უნდა მივეჩვიოთ ჩვენი ინტერესების ბოლომდე დაცვას. და როგორ უნდა დავიცვათ ეს ინტერესები? მოდი ამაზე ვისაუბროთ. სამწუხაროდ ახლა ცოტა გართულდა. როგორ და სად? ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა. გააჩნია რა პროდუქციაზე ლაპარაკი, სამწუხაროდ აი ზოგადად სამომხმარებლო პროდუქციაზე ინტერესების დაცვა ცოტა გართულდა. იმასთან დაკავშირებით, რომ ეს როგორც ვთქვით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი გაუქმდა და ჩაანაცვლდა როგორ ქვია, პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ კანონით. დაიკარგა მაგალითად მომხმარებლის უпростоრად გამყიდველის ვალდებულება ნივთის გაყიდვიდან 6 თვის მანძილზე გამყიდველი იყო ვალდებული ემტკიცებინა, რომ ნივთი გააფუჭა მომხმარებელმა, თუ მომხმარებელი მოაბრუნებდა მას პრეტენზიით, ანუ მტკიცების ტვირთი იყო გამყიდველზე. ეხლა სამწუხაროდ საქართველოს კანონმდებლობაში ესეთი დებულება უკვე აღარ დარჩა. არის სამოქალაქო კოდექსში ზოგადი ვალდებულება, რომ დიახ, თუ ნაკლიანი ნივთი შეიძინეთ, თქვენ უნდა შეგიძლიათ დააბრუნოთ, უნდა აგინაზღაურონ ფული ან გამოგიცვალონ ის ვარგისი ნივთით, ან შეგიმცირონ თანხა, რომელიც გააწყობთ, ან შეგიკეთონ. ეს უფლებები დარჩა სამოქალაქო კოდექსში, მაგრამ არ დარჩა ის, რომ ვინ უნდა ამტკიცოს, თქვენ უნდა ამტკიცოთ. და ესე იგი ფაქტიურად ხშირ შემთხვევაში ერთადერთი გზა ესეთი ლეგალური მტკიცების დარჩა სასამართლო, ეს არის ძვირი, ეს არის რთული, ეს არის საკმაოდ გრძელი გზა, მაგრამ უნდა ვისწავლოთ მისი ათვისება. კარგ საკითხს შეეხეთ. ჩვენი მაყურებლისთვის რომ იყოს ადვილად აღსაქმელი. ვთქვათ, ის მიიჩნევს, რომ მისი უფლება დაირღვა. აი პირველი რასაც აკეთებს რა არის? პირველი მიდის ბრუნდება მაღაზიაში. პრეტენზიით. და ხშირ შემთხვევაში ახლა მაღაზიაში ეუბნებიან, რომ მისი პრეტენზია არ არის მისაღები,
ამ შემთხვევაში სასამართლოში უნდა წავიდეს და თქვათ ნივთიც არ არის შეიძლება ისეთი ძვირფასი ნაყიდი, ხო? ამიტომ სასამართლოში შეიძლება კიდევ უფრო ძვირი დაუჯდეს, ხო, ეს ყველაფერი. სადმე შუალედური რგოლი არ არსებობს, ან არ უნდა არსებობდეს. ზოგიერთ პროდუქტზე არსებობს, ამას ვამბობ, სურსათზე, მაგალითად არსებობს სურსათზე ეროვნული სააგენტო, რომელსაც შეიძლება მიმართოთ საჩივრით. როდესაც საქმე ეხება ელექტროენერგიით მომარაგებას, მარეგულირებლები არსებობს, ხო, გაზით მომარაგებას, საკომუნიკაციო მომსახურებას, აქაც მარეგულირებას შეიძლება მიმართოთ. ნუ არ ვიცი, შეიძლება ვცადოთ ომბუდსმენს მიმართოთ სხვა შემთხვევებში, არ ვიცი, პრაქტიკა რას აჩვენებს? აი ეს რგოლები რამდენად ეფექტურად რეაგირებენ ასეთ საკითხებს. სხვა შორის მარეგულირებელი კომისიები არაუშავს მუშაობენ. სურსათის ეროვნული სააგენტო ძალიან ნელია. ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მომხმარებელი G-საიტი, სადაც შემოდის საჩივრები მომხმარებლების და მათ საჩივრების გადამოწმების შემდეგ ამ ლაბორატორიულ დასკვნებს და მთელ ამ кейსებს ვუგზავნით სააგენტოს და სააგენტოსგან ვიღებთ ხოლმე პასუხს, რომ მომავალი წლის შემოწმების გეგმაში გავითვალისწინებთო. ეს საკმაოდ კაპიტოლიკა რამდენად ხშირად მიმართავენ თქვენს ორგანიზაციას და რამდენად ხშირად ითხოვენ ამ სფეროებში დახმარებას? კი ბატონო. ზოგადად მოგეხსენებათ, ჩვენი ორგანიზაცია უფასო იურიდიულ დახმარებას ეწევა და შესაბამისად მოქალაქეების მომართვიანობა ძალიან მაღალია, თუმცა აი ამ სფეროში უფრო ნაკლებად. ალბათ ეს უფრო გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად ვინაიდან სასამართლოსთვის მიმართვა არის ბაჟთან დაკავშირებული, ხარჯებთან დაკავშირებული. ანუ ამ შემთხვევაში, როდესაც რაღაც უხარისხო პროდუქციის შეძენა ხდება, ან თუნდაც თქვათ ელექტროენერგიის მოხმარების ან სხვა რაღაც მომსახურებების მიღების შედეგად რაღაც ხარვეზებია, მოქალაქეები უფრო არიდებენ სასამართლოში დავას თავს და უფრო გარკვეულწილად თვალს ხუჭავენ და ელოდებიან ამ პრობლემის თავისთავად მოგვარებას. სასამართლოს კუთხით რომ მოემართოთ და სასამართლოში ედაოთ, ხშირ შემთხვევაში ამას თავს არიდებენ, იმიტომ რომ ხარჯების გარდა ეს ადამიანები არიან დაკავებულები, თქვათ, საქმიანობენ სასამართლოში, პროცესი შეიძლება რამოდენიმეჯერ ჩატარდეს, გაჭიანურდეს და ამას თავს არიდებენ. ბატონ ბორის, მოდი ვისაუბროთ ევროკავშირის რეკომენდაციები რა არის მომხმარებელთა უფლებებთან დაკავშირებით. Yeah, the EU is a single market of 500 million. 500 მილიონიანი ბაზარი, ერთიანი ბაზარი. ევროკავშირის მოქალაქე და მომხმარებელი უნდა კონდეს საშუალება შეიძინოს პროდუქტი, მომსახურება ნებისმიერ ქვეყანაში ევროპაში და უნდა გააჩნდეთ ყველგან მსგავსი უფლებები და დაცვა და ეს ეხება არა მხოლოდ საქონელს, არამედ მომსახურებას, რაღაც დასვენებას, ბილეთებს, თვითმფრინავის ენერგო, სატრანსპორტო მომსახურებას და ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი გახლავთ, რომ ყველას გააჩნდეს თანაბარი უფლებები ყველგან ევროკავშირის ტერიტორიაზე, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა კონდეს საკმაოდ მაღალი ხარისხის კანონმდებლობა, რომელიც ეფექტურად აღსრულდება და გჭირდება დიდი მოცულობის ინფორმაცია, იმიტომ ევროკავშირში დღეს ყველა მომხმარებელი არ არის გათვითცნობიერებული თავისუფლებებზე. და ასევე ის გაკეთებას ვთილობთ ევროკავშირში, ვთილობთ მოხდეს ინტეგრაცია მომხმარებლის აზრის, მისი უფლების და ეს ყველაფერი ჩაიდოს ყველა პოლიტიკურ დოკუმენტში, როცა მუშაობ დავუშვათ სატრანსპორტო პოლიტიკაზე, სატრანსპორტო ქსელის განვითარებაზე, ენერგო ქსელებზე, ჩვენ ყველა ღონეს ხმარობთ, რომ ჩავდოთ ეს ინტეგრირება მოვახდინოთ მომხმარებლის პოზიციისა. და ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ძალიან ძლიერი მომხმარებელთა ასოციაციების არსებობა, რომლებიც ძალიან მძლავრი, ხმამაღალი, ესე ვთქვათ, ხმამაღლად შეუძლიათ გააჟღერონ შეშფოთება და გასაგებია, ბატონ ვახტანგ, თქვენ მინდა გკითხოთ, ვახსენეთ გაკვრით კანონმდებლობა, რა მდგომარეობა გვაქვს ამ კუთხით? ძალიან რთული საკითხია. ერთი მხრივ გარკვეული გაუმჯობესება არის სურსათის უნელობის კუთხით, იმიტომ რომ შემოღებული იქნა რეგულაციები, რომლებიც უფრო გვაახლოვებს ევროკავშირს, მაგრამ ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნები მაქვს მე პირადად და ალბათ ჩემი კოლეგებიც დამეთანხმებიან, თუ რეალურად პრაქტიკაში როგორ შეიძლება მოხდეს ამ რეგულაციების აღსრულება და რეალურად რამდენად მოახდენს ეს გავლენას ყოველდღიურ ცხოვრებას. რაც შეეხება მომხმარებელთა უფლებებს, მთლიანობაში თუ აი კანონიდან გამომდინარე ვისაუბრებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კუთხით უფრო შეიკვეცა მომხმარებელთა უფლებები, ვიდრე ეს იყო წინა კანონმდებლობიდან გამომდინარე, იგივე რაზეც ქალბატონმა ლიამ ისაუბრა, იგივე ის რომ ცალკე არ აქვს მომხმარებელს კანონი, რომელსაც შეუძლია დაეყნოს და ერთად არის იქ თავმოყრილი ყველაფერი, არის სხვადასხვა პუნქტებში, სხვადასხვა კანონებში გაფანტული საკითხები, რომელიც ძალიან რთული იქნება, რომ რიგითმა ადამიანმა თქვათ ამას ყველაფერს თვალი მიადენოს, საერთოდ იპოვოს. და
ძალიან ბევრი სირთულე იქნება, მე მგონი და არის უკვე სირთულეები, იგივე ვთქვათ სურსათთან დაკავშირებით, სასურსათო პროდუქციასთან დაკავშირებით, უბრალოდ ამაზე მეტი ვიცი და შემიძლია ვთქვა, ის ახალი კანონი, რომელიც იქნა მიღებული, თავად მომხმარებელს პირველ რიგში არ უტოვებს საშუალებას და არ ახალისებს მას, რომ იბრძოლოს საკუთარი უფლებების დასაცავად. ანუ თუ კი მომხმარებელი აღმოაჩენს რაღაც დარღვევას, მას რა შეუძლია მართლა მხოლოდ სასამართლოს მიმართოს, რაც ძალიან რთულია. სააგენტოსთვის მიმართვას პრაქტიკული თვალსაზრისით მისთვის დიდი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ სააგენტო ან გაითვალისწინებს ამას თავის შემოწმების გეგმაში, უშუალოდ ეს მომხმარებელს არ შეეხება და პროცედურა, რომ ვთქვათ მომხმარებელმა აიძულოს სახელმწიფო ორგანო ჩატარდეს უშუალოდ ამ საწარმოს ინსპექტირება, დაუშვათ სადაც მან რაღაცა დარღვევა აღმოაჩინა, არის აბსოლუტურად არარეალისტური. ანუ ბიზნესი, თქვენი საუბრიდან გამოწვევ, ბიზნესი აბსოლუტურად არ არის ამ შემთხვევაში არაფერზე პასუხისმგებელი? არა, პასუხისმგებელი კი არის, მაგრამ მომხმარებლის წინაშე უპირველეს ყოვლისა. პასუხისმგებელი არის კი პუნქტები და ვთქვათ პრინციპები არის არა, რეალურად რაც პრაქტიკაში ანუ პრაქტიკაში რეალურად მომხმარებელი კანონმდებლობის დონეზე მომხმარებლის ბერკეტები, რომ ვთქვათ საკუთარი უფლებები დაიცვას ბიზნესის წინაშე, არის ძალიან მწირი და არა, ბატონ შალვა, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მომხმარებელმა შეძლოს თავისი უფლებების დაცვა? ყველა კანონში არის ის მოხლები, რომლითაც შეიძლება დაცვა, მაგრამ მეორე არის მათი განათლების დონე. მომხმარებელმა არ იცის მისი უფლებები და როგორ განახორციელოს. მე მაგალითად ყველაზე უფრო კრიტიკულად მივუდგები იმ განხრას, რომ სამომხმარებლო განათლება ჩვენს ქვეყანაში ძალიან დაბალ დონეზეა. რა უნდა გააკეთოს მომხმარებელმა? მომხმარებელმა თუ ხმა არ მოიღო, ისე ყველაფერი დარჩება. მე მაგალითად არაერთხელ მithქვებს და დღესაც იმას გავიმეორებ, რომ ის კანონი, რომელიც ჩვენთან არსებობდა, ამ კანონით ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში დაახლოებით იგივე კანონით მომხმარებელი სრულად დაცულია. და ესე იგი, იქ არა კანონის შინაარსს აქვს იმდენად მნიშვნელობა, არამედ მისი აღსრულების მექანიზმს. აი ზუსტად ეს რომ მოიკოჩლებს ჩვენთან, ჩვენ ვეძებთ რაღაც ახალ მიდგომებს, ახალ იმას და ამ იმაში ჩვენ გვეკარგება მთლიანად მომხმარებლის დაცვის მექანიზმები. ეს საუბრობთ მარტო კვება არ არის. ეს არის ჩვეულებრივ, გინდათ მომსახურების სფერო, დაუცველია. სხვა ნებისმიერი პროდუქცია ჩვენთან დაუცველია და აქ არის სახელმწიფოს ვალდებულება, რომელიც სახელმწიფო მთლიანად მოიშორა მისგან. ის არ არის არაფერზე ვალდებული. ჩვენ კი ვიხდით სახელმწიფოში გადასახადების შეგვაქვს, ხოლო სახელმწიფო ამ კანონით, რაც შემოვიდა ამ კოდექსებით, საერთოდ პასუხისმგებლობა მისგან რა პასუხისმგებლობა უნდა კონდეს სახელმწიფოს? მოდით ამაზე გავამახვილოთ ყურადღება. უპირველესად იმას ვიტყვი, რომ პროდუქცია, რომ ვნახეთ უვარგისი ან საეჭვო პროდუქცია, მისი შემოწმება უნდა მოხდეს ჩქარა, დაუყოვნებლივ. და ეს ძალზე ძვირია. ჩვენ ვამბობთ სასამართლოში მისვლა, მაგრამ სანამ სასამართლოში მივალთ, ეს უნდა შევამოწმოთ ლაბორატორიებში და უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში აკრედიტაციის ფასი დაახლოებით 7-10 ჯერ გაიზარდა ლაბორატორიების. დღეს თუ რამოდენიმე ლაბორატორია შემორჩენილი და ისინი კიდევ ცოცხლობენ ჩვენს ბაზარზე, ხვალდაზე ისინიც იძულებული იქნება რომ დაიხუროს. შემოწმება არ ხდება სახელმწიფო რომ მიმართო ერთადერთი იმას იზრავს, ჯერ თუ მოვნახეთ, ეხლა კვებაზე ვიცით, ენერგეტიკა ვიცით და აი ეს მაინტერესებს. აქ აღინიშნა რომ სურსათის სფეროში არის სერიოზული პრობლემები და აღინიშნა ისიც რომ თითქმის კი არა ყველა სფეროში ირღვევა ხო მომხმარებლის უფლებები. ყველაზე რთული ვითარება მაინც რომელი? მაინც სურსათის მიმართულებით? არა, რატო სურსათის? უბრალოდ ვთქვა და კოსმეტიკა, კოსმეტიკური პროდუქცია. ის ნაკლებ გავლენას ახდენს ჩვენს თაობაზე, ახალგაზრდა თაობაზე. ეს ხომ ერთ-ერთი უმძიმესი საკითხია ამისი. ავიღო და სამშენებლო პროდუქცია.
ვყიდულობთ ბინას და არ ვიცით რა დონის სახლია აშენებული, რამდენ ბალ მიწისძვრას გაუძლებს და რა ცემენტია შიგ და რა საშენი მასალებით რითია შეღებილი. არაფერი არ მოწმდება. გასაგებია, ქალბატონ ეთერს მინდა დაუსვა შეკითხვა. ჩვენ ვახსენეთ სამხმარებლო განათლება, ხო? არ ამგონია, ხა არ ვიცი, ევროპაში ვინმე კოდექსებში კითხულობდეს, თქვათ მომხმარებელი, მაგრამ იცის როგორ დაიცვას თავისი უფლებები, ხო? აი რა არის ის ელემენტარული, რაც ყველა მომხმარებელმა უნდა ვიცოდეთ? ყველა მომხმარებელმა ევროპის კანონმდებლობა პირველ პერიოდში სამხმარებლო განათლებასაც ითვალისწინებდა, სხვათა შორის სანამ ისა ჩვენ ჩეხეთის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამხმარებლო განათლებასთან მათ თავის უფლებების დაცვასთან მიმართებაში ჰქონდათ გარკვეული პროცედურების გავლის საშუალება. ეს იგი ხშირად ხდებოდა გადაცემები იმის თვალსაზრისით, რომ მას რა შეუძლია პრეტენზია განაცხადოს. ჩვენთან ქართველ მომხმარებელმა ყველა ისიც არ იცის, რომ პროდუქტზე უნდა შენახვის უნდა წაიკითხოს სურსათთან მიმართებაში და უნდა წაიკითხოს შემადგენლობა. იმიტომ რომ მასზე არის დამოკიდებული მისი ჯანმრთელობა. ეს მექანიკურად მიდის და უნდა რაღაც პროდუქტი ყიდულობს და მიაქვს სახლში. და მეორეც ერთი სამხმარებლო განათლება რომ დაიცვას, უნდა გქონდეს მაგას რაღაც საშუალებები, რომ ამ განხორციელების იმედი გქონდეს. ჩვენ გქონდა საშუალება იმით, რომ მომხმარებლისთვის მიგვემართა თუნდაც პირველი არხით, რომ თუ შეამჩნიეთ პროდუქტი ეს, რომელიც გემოთი არ მოგეწონათ, ან მიხვდით, რომ გაფუჭებულია და იგრძენით თავით ცუდად, მიმართეთ ამ ის ფიქრობს. მაინც არაფერი არ ეშველება. რატომღაც აი ესეთი ხელჩაქნების მომენტი გაჩნდა ჩვენი ალბათ უმოქმედობის გამოც. მათ არა აქვთ თავდაცვის იმედი და მე მაგალითად ხანდახან მეც ეჭვმებარება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ვიცი ამ საქმეში, რომ შევძლებ თუ არა ვინმეს უფლება ბოლომდე დავეცვა. იცით რატომ? არ არის სტრუქტურირებული სწორად აღსრულების კანონი. მე რომ დღეს თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტი ვარ, რაღაც პროდუქცია არ ვარგა, მე უნდა შევამოწმო ის. და თან როგორ შევამოწმო, უნდა დავიქირავო ექსპერტი სხვა ნეიტრალური, რომელიც დამიდასტურებს, რომ ეს პროდუქცია უარგისია. ანუ გამოდის, რომ თქვენ ვერც ვერაფერს ვერ იტყვით და ვერ დაამტკიცებთ. ვერ დავამტკიცებ. თუ არ მექნება, მე იმას აკრედიტებული ლაბორატორიის დაასკვნა. ეს საკმაოდ ძვირი დამიჯდება. მეორეც ერთი. აი, ევროპაზე ვლაპარაკობთ ევროპის კანონმდებლობაზე. იქ მონიტორინგია იმ დონეზე, რომ მეწარმე, აი მაგალითად, მე თქვენთან გადაცემაში ვთქვი და კიდევ გავიმეორებ ამას, რომ აი იგივე ჩეხეთში მომხმარებელმა, რომელმაც თქვა დარეკა სახელმწიფო იღებს თავზე, რომ იმ წუთშივე დაუყოვნებლივ ყველასგან გაუფრთხილებლად მივა იმ ობიექტზე, მოხდება დალუქვა და გაგზავნა, ესე იგი, ანონიმური ექსპერტიზაზე. და ამის შემდეგ უკვე მიიღებს სახელმწიფო მიყვება მას. მას არ ჭირდება დამცველი საყვანა. მესმის, ქალბატონ კეთი, რატომ გააკეთა სახელმწიფო მისზე? მე ციტირებ ამ შემთხვევაში ბატონ შალოს, რომ მოიხსნა მთელი პასუხისმგებლობა ამ საკითხზე. დიახ, მართალი მძანდებით. დღეისათვის საქართველოში მე ძალიან მოხარული ვიქნებოდი, რომ მეთქვა, რომ დღეისათვის საქართველოში მომხმარებელთა უფლებები ჯერ კიდევ ირღვევა თქო, მაგრამ მე სამწუხაროდ უნდა განვაცხადო, რომ საქართველოში მომხმარებელთა უფლებები ჯერ კიდევ კი არ ირღვევა. საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დარღვევა უკვე ნორმად იქცა. აბსოლუტურ ნორმად იქცა ეს. იმიტომ რომ ჯერ ერთი დავიწყო, ჩვენი მომხმარებელი არ არის პრინციპული, აავლენს თავის პრინციპულობას და ბოლოს ჩიტიბ თღნათ არ უღირს, აი ქალბატონმა ლიამ ჩამოთვალა, იმიტომ რომ იმდენი ხელშემშლელი ნიუანსი და ბარიკადებია, სანამ ის თავის სიმართლეს დაამტკიცებს. ამდენად ჩიტიბ თღნათ არ ღირს. მეორე, სახელმწიფო ამას არ აკონტროლებს, არავითარ ყურადღებას არ აქცევს, არ ზრუნავს ამ საკითხზე. ყველას ეგონა, რომ მათ შორის ხელისუფლებიდან მოდიოდა ეს აზრი და ეს ესეცაა, რომ როდესაც ქვეყანაში, ესე იგი, კონკურენცია მაღალ დონეზე იქნებოდა, ამ შემთხვევაში მომხმარებელთა უფლებები ძალაუნებურად იქნებოდა დაცული. ანუ ამ შემთხვევაში ეს კონკურენცია დაარეგულირებდა იმას, რომ პროდუქციის ხარისხი ამაღლებულიყო, პროდუქციაზე ფასი დაწეულიყო. მაგრამ ჩვენთან საქართველოში ესე არ მოხდა, ხო მართალი? აი რატომ არ მოხდა ესე? არ მოხდა იმიტომ, რომ ამაში ერთნაირად მე შეიძლება სწოდავს, კი, პასიური არის როგორც მომხმარებელი, ასევე სახელმწიფოს არგუმენტი ხომ არ არის ის, რომ ამ შემთხვევაში თუ კი
ვთქვათ, შეიძლება ამან ბიზნესს არ შეუწყოს ხელი, ხო? იცით რაშია საქმე? საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დარღვევა ბიზნესისთვის დღეისათვის იქცა ძალიან მომგებიან და ამავე დროს დაუსჯელ ქმედებად. რატომ? იმიტომ რომ კეთილსინდისიერი მეწარმეები დღეს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე თავის პროდუქციას რეალიზაციას ვერ გაუკეთებენ. იმიტომ რომ არ არის გამიჯნული კეთილსინდისიერი მეწარმე არაკეთილსინდისიერი მეწარმისაგან. ანუ არ არის იდენტიფიცირებული, ფალსიფიცირებული და მავნე პროდუქცია მომხმარებლისათვის, არაფალსიფიცირებული და უვნებელი პროდუქციისაგან. სანამ ეს არ მოხდება, სანამ სახელმწიფო არ შექმნის ჯანსაღი კონკურენციის პირობებს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, სანამ სახელმწიფო არ აიძულებს თვითონ მეწარმეებს, რომ მათ დაიცვან მომხმარებელთა უფლებები, მანამდე, რა თქმა უნდა, საქმეს არ ეშველება. ეხლა აიძულებს რას ნიშნავს, როცა მე ვამბობ, ეხლა კეთილსინდისიერი მეწარმეები დღეს ან უნდა დატოვონ საერთოდ სამომხმარებლო ბაზარი და ვარი უნდა თქვან ამ პროდუქციის წარმოებაზე, ან თვითონაც უნდა აწარმოონ უხარისხო პროდუქცია. დღეს საქართველოს კანონმდებლობა მაგალითად სურსათის შესახებ დეზორიენტირებული აბსოლუტურად პროდუქციის ხარისხისაგან. ანუ მეწარმე შეუძლია ნებისმიერი ხარისხის პროდუქცია აწარმოოს. შეისყიდოს ძალიან იაფფასიანი ნედლეული, იმიტომ რომ მისი პროდუქციის ფასი იყოს იაფი და გამოიტანოს ეს პროდუქცია ბაზარზე. ანუ აქედან გამომდინარე, ზიანი ადგება მომხმარებელს, ზიანი ადგება კეთილსინდისიელ მეწარმეს. რა თქმა უნდა, ამაში ძალიან დიდი წვლილის შეტანა შეუძლია სახელმწიფოს. ევროკავშირმა მაგალითად 2011 წელს მიიღო ახალი დირექტივა მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, იმიტომ რომ ჩათვალა, რომ ის თავისი დირექტივები იყო არასრულყოფილი. თუმცა იქ ბევრად უფრო უკეთესად არის საქმე დამრწმუნებით, ვიდრე დღეს საქართველოში. და რეკომენდაცია მისცა ქვეყნებს ყველა ქვეყანას, რომ 2 წლის განმავლობაში აი ამ დირექტივაში ასახული მოთხოვნები იყოს ასახული მათ კანონმდებლობაში. რა ხდება ჩვენთან? მოკლედ თუ შეიძლება სხვებსაც. კი ბატონო. დაასრულეთ რა ხდება ჩვენთან, თუ გსურთ ფრაზის დასრულება და შემდეგ უნდა გადავიდეთ. არა, კარგით და. კაი, მოვალ კიდევ თქვენამდე. ქალბატონ მადონა, თუ არის საერთოდ დათვლილი სახელმწიფოს რა უჯდება ეს ყველაფერი რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღოს. ხომ არ ხდება ეს იმიტომაც, რომ სახელმწიფოს არ უნდა რომ ბევრი ფული დახარჯოს ამ მიმართულებით. იცით რა, ბევრი ფულის დახარჯვა ეხლა რას ნიშნავს? სურსათი უნებელი რო უნდა იყოს ქვეყანაში ეს ფაქტია და ამის შესახებ პასუხისმგებლობა. მაგრამ სახელმწიფოს ხომ აქვს мотиваცია, რატომაც არ ერევა ამაში და ეს მაინტერესებს ზუსტად რა არის. мотиваცია არის ერთადერთი ბიზნესი რო განვითარდეს და ბიზნესის განვითარებას არ შეეშალოს ხელი, მაგრამ ბიზნესის განვითარება არ უნდა ხდებოდეს მომხმარებლის ჯანმრთელობის ხარჯზე და არ უნდა ხდებოდეს მომხმარებლის ეკონომიკურ ზარალის ხარჯზე. ანუ მომხმარებელი ქვეყანაში უნდა იყოს დაცული და ამაში ყველა დამეთანხმებით, რა თქმა უნდა. და მე მინდა დაუბრუნდე ერთ საკითხს. თქვენ დამისვით კითხვა მე, რომ რამდენად გათვითცნობიერებულია მომხმარებელი იმ საკითხებში, თავის უფლებებში. თვითონ მეწარმეც არ არის გათვითცნობიერებული. ელემენტარული ავიღოთ, აი კანონში წერია, რომ გამყიდველი ვალდებულია ნაკლის მქონე პროდუქცია მომხმარებელს გადაუცვალოს სათანადო ხარისხის პროდუქტზე. ან დაუბრუნოს მას კუთვნილი თანხა. თუმცა, ჩვენ როდესაც შევდივართ მაღაზიებში, ვკითხულობთ წარწერას, გაყიდული საქონელი უკან არ დაბრუნება არ ხდება. ანუ ეს მეტყველებს, რომ არც ერთმა და არც მეორემ არ იცის თავისი უფლებები. ერთიც და ერთი არ გვაქვს იმით, რომ არ იყენებს მომხმარებელი არ იყენებს თავის უფლებას, რომ მან გამოთქვას თავის პრეტენზია, მაგრამ მწარმოებელი, გამყიდველი ამ შემთხვევაში არ გვაქვს მომხმარებლის უფლებას, ვინაიდან მას არ აძლევს ნაკლოვანი პროდუქციის დაბრუნების ან გადაცვლის საშუალებას. კიდე რა მინდა ვთქვა, ძალიან საინტერესო არის ის, რომ ჩვენ ძირითადად, როდესაც ვსაუბრობთ მომხმარებელთა უფლებებზე, ძირითადად რატომღაც ვსაუბრობთ მარტო სურსათზე. ამ დროს ძალიან დიდი არის მომხმარებელთა სფერო. ჩვენ თუ გავითვალისწინეთ ტურიზმი, გავითვალისწინეთ ტრანსპორტი, გავითვალისწინეთ კომუნიკაციები, გავითვალისწინეთ იგივე რაც ბატონმა შალვამ ბრძანა, მშენებლობა, ყველა სფეროში ხდება აბსოლუტურად მომხმარებელთა უფლებების დარღვევა. და თუ კი სურსათის სფეროში არსებობს ორგანიზაცია, ნუ კარგად მუშაობს თუ ნელა მუშაობს თუ ცუდად მუშაობს, ეს უკვე სხვა საკითხია, მაგრამ მაინც არსებობს ორგანიზაცია, სადაც შეიძლება მომხმარებელმა მიმართოს. ეხლა რამდენად რეაგირება მოხდება?
სახელმწიფო ორგანიზაციაზე მაქვს საუბარი. ეს უკვე მეორე საკითხია, მაგრამ სხვა სფეროები აი სრულად უკონტროლოდ არის დატოვებული. იგივე ავიღოთ სალონები, იგივე ავიღოთ ტატუ სალონები, იგივე სტომატოლოგიური კლინიკები, ანუ სამედიცინო სფერო, სადაც მომხმარებლის ჯანმრთელობა შეიძლება სერიოზულად დაზიანდეს და ამაზე მეტყველებს სტატისტიკა ელემენტარულად C და B ჰეპატიტის განვითარების პროცესები საქართველოში. ეს არის ძალიან გასაგებია, ქალბატონმა ეთერმა თქვა, რომ ანუ მას არ აქვს ბერკეტები, რომ რაღაც დაამტკიცოს, ხო, რომ ეს პროდუქცია ვარგა თუ არ ვარგა, რაღაც ბარიერების გამო. ანუ არასამთავრობო სექტორი, მე შეკითხვა მიჩნდება მაშინ, რას აკეთებს, რითი არის დაკავებული ამ შემთხვევაში? ჩვენ ვცდილობთ თქვენ საუბრობთ, აი ძალიან ხმამაღალი განცხადებებიც არის, ხო, ახლა ამ სტუდიაში. საიდან გაქვთ ეს დასკვნები, რომ ირღვევა უფლებები მომხმარებელთა? თუ კი თქვენ ვერ ამტკიცებთ ამას? არა, არის კონკრეტული, ჩვენ გვაქვს კონკრეტული საჩივრები შემოსული, გადამოწმებული და დამტკიცება მდგომარეობს იმაში, რომ შევისყიდით იგივე პროდუქტს, იგივე მაღაზიაში, რაც მომხმარებელმა გვითხრა, რაღაცა იყიდა, გაფუჭებული იყო, არ მოეწონა, მივედით, ვიყიდეთ, როგორც წესი გვესწრება კვების ექსპერტი, რაც მე ვიტყვი რა იგულისხმება ქალბატონმა ეთერმა. მე მიგვაქვს ეს ლაბორატორიაში, ლაბორატორია ამოწმებს, ლაბორატორიული დასკვნა არის უკვე იმისი მტკიცებულება, რომ ეს პროდუქტი ნამდვილად იყო გაფუჭებული თუ არ იყო გაფუჭებული. ამის დამტკიცება ჩვენ შეგვიძლია, რაც იგულისხმება ქალბატონმა ეთერმა არის, რომ ჯერ ესეთი ლაბორატორიები ძალიან ცოტა პარამეტრებს ზომავენ. ლაბორატორია აუცილებლად უნდა იყოს აკრედიტირებული. ეს აკრედიტაცია ამ კონკრეტულ პარამეტრებზე ცოტა ლაბორატორიებს აქვს და არის პარამეტრები, რომელიც საქართველოში საერთოდ არ იზომება. მაგალითად, საკვებ დანამატები, მაგალითად, საკვები საღებავების კონცენტრაცია. ნუ არ ვიცი, ჰორმონალური პრეპარატები, თუნდაც, ხო. ანტიბიოტიკები. ხუთი ტიპის საღებავი გვაქვს საქართველოში აკრძალული. არც ერთი არ მოწმდება საქართველოში. აბა როგორ გავიგოთ ანუ ლაპარაკი რაზეა იცით, თქვენ იკითხეთ რომ მეწარმე აგებს თუ არა პასუხს. კი ბატონო, აგებს. არის დადგენილი კანონით რომ მეწარმემ არ უნდა გამოიტანოს მავნე პროდუქტი გასაყიდად, არ უნდა გამოიტანოს პროდუქტი, რომელშიც თქვა გადაჭარბებულია რაღაცა კონცენტრაცია, თუნდაც იმ საღებავზე, ან რომელშიც არის ის მავნე საღებავი, ხო? ეს იქნება მავნე პროდუქტი. მაგრამ უბრალოდ დაადგინო ის, რომ კანონში ჩაწერო ნორმა, ეს არ არის კანონის აღსრულება. ვიღაცამ უნდა შეამოწმოს, ეს მეწარმემ უნდა იცოდეს, რომ ვიღაცა როდესმე შეამოწმებს მას ამაში. დღეს მეწარმეებმა იციან, რომ არავინ არ შეამოწმებს. მარტივად იმიტომ, რომ ლაბორატორია არ არის, თუნდაც. და გარდა ამისა, იმიტომ, რომ ძალიან პატარაა დაფინანსება ამ შემოწმების და ამოწმებენ წელიწადში სულ 200 საწარმოს. და იმათაც წინასწარ აფრთხილებენ. ანუ მეწარმეებმა იციან, რომ მასთან წელს არავინ არ შევა. და რასაც უნდა ანუ კარბონში აქვს. მესმის, ბატონ ბორის მინდა ვკითხო, როგორია დღევანდელი სურათი ევროკავშირის ქვეყნებში და რა არის იქ ამ სახელმწიფოებში ამოსავალი წერტილი მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით? Yes, I would like to say that the main platform are the consumers themselves. თავარი ამოსავალი და პლატფორმა არიან მომხმარებლები თვითონ. სოციალური საზოგადოების აზრის გამოკითხვის ინსტიტუტების სტრუქტურები იღებენ ინფორმაციას ყოველდღიური ცხოვრებიდან, ჩვეულებრივი ადამიანებიდან. დაუშვათ საკვების პროდუქტი, დაუშვათ შეიძლება კითხონ, დასვან კითხვა რა ხარისხის არის, დაუშვათ აი ვიყიდეთ სათამაშო ბავშვისთვის, ესეთი კითხვა შეიძლება დასვას მომხმარებელმა, როგორ რა გარანტიები მაქვს, რომ ეს არის უსაფრთხო. ვიყიდე შევძინე ბილეთი ინტერნეტით. მინდა გავაუქმო. შემიძლია თუ არა ეს მოვიმოქმედო, ეს გახლავთ პირველი წყარო ინფორმაციის და ამ საფუძველზე ევროკავშირმა შეიმუშავა 10 თავარი პრინციპი, რომელიც იყო ფაქტობრივად ხაზგასმული, უნდა იცოდე რას ყიდულობ, პროდუქტს უნდა ქონდეს მარკირება, შეგიძლია დააბრუნო პროდუქტი, რომელიც ხარისხი არ გაკმაყოფილებს, შეგიძლია შეადარო ფასები, შეგიძლია შეცვალო პოზიცია, აღარ იყიდო დააბრუნო, გაუქმო რაღაც მომსახურების მიღება და რაც მნიშვნელოვანია, საბოლოო ხარისხი, ყოველდღიური ცხოვრების ხარისხი მომხმარებელს და სიტუაცია შეიძლება არ არის იდეალური, იმიტომ რომ ჩვენ სხვადასხვა დონეები გვაქვს აღსრულების, საკანონმდებლო მოთხოვნების, მაგრამ დღეს თვლი რომ მინიმალური დონე დაცულობის თელ ევროკავშირში მომხმარებელთა თვალსაზრისით უზრუნველყოფილი.
და როგორც მოგახსენებთ, ჩვენ გვაქვს საკმაოდ ძლავრი მომხმარებელთა ასოციაციები, რომელთაც ძალიან სერიოზული გავლენა გააჩნიათ ევროპულ ინსტიტუტებზე და ასევე საწარმოებზეც და სერვისის პროვაიდერებს. გასაგებია, რეკლამა უნდა გამოვაცხადოთ და რეკლამის შემდეგ მე მინდა ვისაუბროთ გამოსავლის გზებზე, ანუ სურათი დავხატეთ გადაცემის პირველ ნაწილში, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით კვლავ ეთერში. ევროპული არჩევანი კვლავ ეთერშია, მე შეგახსენებ ჩვენ საუბრობთ მომხმარებელთა უფლებებზე საქართველოში. გადაცემის პირველ ნაწილში სურათი მეტნაკლებად დაიხატა და ჩვენი სტუმრების საუბრიდან თუ ვიმჟელებთ, არც თუ ისე სახარბიელო. ახლა ვისაუბროთ გამოსავლის გზებზე, რა შეიძლება არასამთავრობო სექტორმა, ექსპერტებმა შესთავაზონ, თუნდაც სახელმწიფოს რა უნდა შეიცვალოს ამ კუთხით. მოდით ბატონ ვახტანგ, თქვენგან დავიწყოთ და შემდეგ ყველას მოგცემთ საშუალებას, რომ გამოთქვათ თქვენი აზრი. პირველ რიგში უნდა ვიყოთ ყველა უფრო აქტიურები, ვიდრე ვიყავით აქამდე. ანუ ეხლა მე ვერ გამოვწერ რაღაც ისეთ ჩადოსნურ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც შეიძლება სიტუაციის გამოსწორება. ეს არის როგორც ჩანს გრძელვადიანი პროცესი, ზოგადად საზოგადოებაში მოთხოვნა როგორც ჩანს იმდენად მაღალი არ იყო, რომ ეს პრობლემები მოგვარებულიყო, ეს მოთხოვნა უნდა გაიზარდოს. საზოგადოება უნდა გახდეს უფრო აქტიური, კონკრეტულად უნდა დაგვიკავშირდნენ ჩვენ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მოგმართონ, აი არსებობს თქვათ უშუალოდ მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს ცხელი ხაზი, ვებგვერდი, რომელიც ეს მომხმარებელი ჯი მოგწერონ, დაგვიკავშირდნენ, შეგვატყობინონ თავისი თქვათ წუხილები. არსებობს ჯგუფი ორგანიზაციების, რომელიც ცდილობს ხელისუფლებაში ადვოკატირება მოახდინოს, რომ ეს საკითხები უკეთ იყოს დაცული. რა ვიცი, არ არის ეს ჯგუფი მრავალრიცხოვანი, შემოგვიერთდნენ მაგალითად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და უფრო ორგანიზებულად, უფრო თანმიმდევრულად და უფრო ხმამაღლა მოვითხოვოთ ჩვენი უფლებების დაცვა სახელმწიფოს წინაშე, ბიზნესის წინაშე. აი ეს არის გამოსავალი რა ზოგადად. გამოსავალი მე ვფიქრობ არასამთავრობო სექტორის ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო სექტორის გაძლიერება. სამწუხაროდ სახელმწიფო საერთოდ უარი თქვა ამ ორგანიზაციების დაფინანსებაზე. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეს მისი ასეთი მიდგომაა. არ არის ერთი-ორი ორგანიზაცია თუ მოინახება, მათ შორის ევრაზიას, მე დიდ მადლობას მოვახსენებ, რომ დროთა განმავლობაში, რომელიც აფინანსებს მომხმარებელთა უფლებების შესახებ პროექტებს. სხვა დონორი ორგანიზაციები ფაქტიურად საქართველოში არ არსებობს. ეს ძალიან ხელს გვიშლის და თქვენ როგორ გონიათ? არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფულს თუ გამოართმევს, რომელიღაცა მეწარმეს და იმ პროდუქცია შეამოწმებს, ის შემოწმება იქნება ნორმალური. არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა იყოს ყოველთვის მესამინი. პირნი არც მეწარმეები, არც მომხმარებელი და მან ამ დროს უნდა შეამოწმოს და მის შემოწმებას ექნება ფასი. როგორც აღნიშნე, გაიზარდა აკრედიტაციის ფასი, რამაც გამოიწვია უკვე ლაბორატორიული შემოწმების ფასის ზრდა. და აქ ეს არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა მიეცეს ფინანსური დახმარებები, რომ მან ეს გააკეთოს. მეორე, ჩვენ შეგვიძლია უზრუნველყოთ და მრავალი ეს მოსაზრება დაადასტურა ჩვენს მიერ შარშან ევრაზიის ფონდის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა იმერეთში. როცა ხალხმა მოითხოვა და იმ გადაცემას, ერთსაათიანი გადაცემა რიონი ტელეზე სამჯერ გადიოდა კვირის განმავლობაში განმეორებით. ისეთი რეზონანსი გამოიწვია იმ პროექტმა. საკმაოდ ყურებადი გახდა და ხალხი ითხოვდა უფრო მეტ ინფორმაციას. ესე იგი ინფორმაციის ნაკლებობა კი კარგი არის. როცა ინტერნეტშია განთავსებული, მაგრამ შევხედოთ ჩვენს მოსახლეობას, იმათმა ყველას არ მიუწვდება ხელი ინტერნეტამდე. ამიტომ უფრო ნაბეჭდი სიმართლე გითხრათ, რაც გქონდა ჩვენ ნაბეჭდი პროდუქცია, რაც გავაკეთეთ, ფაქტიურად ერთ კვირაში გაგვითარდა, იმდენი მთხოვნელები იყო იმ ნაბეჭდი პროდუქციის. ესე იგი, მე ასე ვიტყვი, რომ დონორი ორგანიზაციებმა უფრო თამამად უნდა გასცეს პროექტები არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მოსახლეობის ჩართულობა. მოსახლეობის ინფორმირება რა კუთხით არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი? აი, თუ იცის მაგალითად მომხმარებელმა, რომ აქ მარტო სურსათზე არ არის, ხო, ლაპარაკია საყოფ
საფაცხოვრებო ტექნიკაზე, რომ იქ საგარანტიო ფურცლები უნდა შეამოწმოს და ამ შემდეგ. ამ ხრივ რა დონეზე არის თქვა ცოდნა ჩვენს მოსახლეობაში? არიციან, მე რა აი კითხვა უბრალოდ ის რომ ქვით არის უნდა გამოართვათ მე მადლობას მომახსენებ საგადასახადოს რომ დღეს მაინც რაღაც გათამაშება დაიწყო და ხალხმა დაიწყო უკვე ქვითრების მოთხოვნა ყოველთვის ყიდვის დროს ადამიანს უნდა კონდეს ქვით არის რომ შემდეგ პრობლემების წარმოჩენის დროს გაუადვილდეს დამტკიცება რომ ნამდვილად მე იქ შევიძინე ეს პროდუქცია ეს ქვითრების ისიც და მეორე არის იმედ გაცრუება მთელ ქვეყანაში 10 წელზე მეტია რაც მოღვაწეობდა არასამთავრობო მოხმარებელთა უფლებების სფეროში და ჯერჯერობით სასამართლომდე საქმე ვერ მიგვიყვანია ბევრი მიზეზების გამო არ არის იგი ჩვენ ვეუბნებით დელეგირებას ჩვენ ვიღებთ თქვენს იმაზე როცა პროექტი გვაქვს და იურისტები ჩვენ გავაკეთებთ ამას მაინც არ მოდის ხალხი რომ მაინც არაფერი ეშველებაო ერთი საკითხი თქვათ სასამართლოში მივიდა საქმე თქვათ მოიგეთ საქმე ამ შემთხვევაში რა სანქციები წესდება შემდეგ სასაცილო იქნება და მხოლოდ ის რომ დაჯერიმდება ორგანიზაცია და აუნაზღაურდება ზარალი მეწარმეს და ჩვენს კანონმდებლობაში არ არის მორალური ზიანის ანაზღაურება სამწუხაროდ წერია მაგრამ ასეთი არ მოხდა თუ მოხდება ისე რომ ერთხელ მოხდა ანაზღაურება მორალური და ორგანიზაციამ ზარალი განიცადა და იმან უკვე არ უნდა იფიქროს ჩვენ მეწარმეობას ვერ განმავითარებთ თუ გვეყოლება ფალსიფიკატორი წარმოებები სამწუხაროდ ამ კანონ კოდექსიდან ახალ მიღებულ კოდექსში ფალსიფიკაციას საერთოდ დაიკარგა ცნება ფალსიფიკატორს და იგივე მომენტში დავდექით რაც ანტიმონოპოლიური კანონის გაუქმებით მონოპოლისტები ჩვენთან სახელმწიფოში ვითომ და მოისპო ეს იგივე არის ფალსიფიკაცია გამოსავალზე გამოსავალი არის მაინც ის რომ უნდა გაძლიერდეს მონიტორინგი რა თქმა უნდა მომხმარებლების მხრიდან მაგრამ უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდანაც ფარული მონიტორინგი ანუ ბაზარზე შემთხვევითი პროდუქტის აღება და შემოწმება სხვანაირად არ გამოვა იმიტომ რომ მეწარმემ უნდა იცოდეს რომ მე კი ბატონო როგორც მეწარმე მუშაობ დაბალფაზე და ამიტომ მინდა რომ ბევრი გავაკეთო და წყალს თუ ჩავასხავდე რა სახელმწიფოზე ზემოქმედების რაიმე ბერკეტი არსებობს არასამთავრობო სექტორის მხრიდან აი ამ კონკრეტულ საკითხში რომ აი კანონმდებლობაში თქვენ ამბობთ რომ შესაძლებელია ბევრი რაღაცა დიახ მივაწოდეთ ამაზე ჩვენი აზრი რომ აუცილებელია რომ სახელმწიფომ თავზე აიღოს ის მარეგულირებელი კი არა შუაში მდგომია მეწარმესა და მომხმარებელს შორის სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს რომ მე მეწარმემ არ დამაზიანოს აი იმ თვალსაზრისით რომ მე ჯანმრთელობას მიზიანებს ან ეკონომიკურ ინტერესებს. თქვათ, აი ახლა ყველაზე მეტად გახმაურებული მოდელი ეს რაც მომხმარებლის უფლებებს ეხება, მაგალითად დენისა და ნაგვის მიბმა. ესე იგი მე რო თბილი წყალი ჩავრთე, იმიტომ რომ ხელი დამებანა, ნაგავი დაგრო და? არის ეს რეალურთან ახლოს? ესეც ხო დიახ, ესეც ფიქრობთ რომ მომხმარებელთა უფლებების დარღვევა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდად. გავუტანკეთ. კი ბეტონო, იმისათვის რომ საქართველოში მომხმარებელთა უფლებები იქნეს დაცული. უნდა იქნეს დაცული ის ხუთი ძირითადი ამოსავალი პრინციპი, რითაც ხელმძღვანელობს დღეს ევროკავშირი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შემთხვევაში. ანუ პირველი პრინციპი ეს და გახლავთ ის, რომ მომხმარებლის ჯანმრთელობა უნდა დავიცვათ და უსაფრთხოება უნდა დავიცვათ. მეორე პრინციპი გახლავთ ის, რომ მომხმარებლის ეკონომიკური ინტერესები დავიცვათ. მესამე პრინციპი გახლავთ ის, რომ აუცილებელია მომხმარებელს, რაზეც ისაუბრეს კოლეგებმა, აუნაზღაუროთ თავისი ფიზიკური ზარალი თუ მორალური ზარალი მიყენებული აი ამ დაუცველობით. მეოთხე პრინციპი გახლავთ ის, რომ მომხმარებელი უნდა იყოს ინფორმირებული აუცილებლად და უნდა ავამაღლოთ მისი ცოდნის დონე. შესაძლებელია ეს განხორციელდეს იმით რომ დაუშვათ აი ესეთი პროგრამები ჩაერთო ზოგად საგანმანათლებლო პროგრამებში, პროფესიულ პროგრამებში, გრანტები გაიცეს უფრო მეტი პროექტები აი ამ საკითხებთან მიმართებაში, რაც შეეხება მომხმარებლების ინფორმირებულობას და მეხუთე პრინციპი გახლავთ ის რომ აუცილებელია მომხმარებელს მოусმინონ. აი გერმანიაში მაგალითად ამ პრინციპის ასე ვთქვათ აღსრულება ხდება ამ სახით რომ ცალკეულ მომხმარებელს, მომხმარებელთა კავშირებს, მომხმარებელთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს აქვთ უფლება მიიღონ მონაწილეობა
ნებისმიერი საკანონმდებლო აქტის შემუშავების პროცესში. ეს არ ეხება მხოლოდ კანონს მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ. ეს ეხება კანონს გარემოს დაცვის შესახებ, ეს ეხება დაუშვათ პოლიტიკას, კონკურენციის პრინციპების შესახებ, ფინანსირების სისტემების შესახებ და ასე შემდეგ. ანუ მომხმარებელს უნდა ჰქონდეს და მომხმარებელთა წარმომადგენელ ასოციაციებს, ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ იმის უფლება, რომ ჩაერთონ აი ამ კანონმდებლობის შემუშავებაში და ძალიან ბევრი ხარვეზი ამ კანონმდებლობაში გამოსწორდეს. კარგით ბატონო, ნუ იქნება ეს ცალკე კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, მაგრამ აი ცალკეულ კანონებში მაინც ხომ არის შესაძლებელი, რომ იყოს აი ეს ყველაფერი განსაზღვრული. გასაგებია ქალბატონ მადონა, ქალბატონ ლია თქვენ. ქალბატონ ქეთის ნათქვამს დავამატებ იმას, რომ ქალბატონ ქეთი ჩვენ დაგვიძახეს ნამდვილად ამ კოდექსის განხილვის პროცესში, მაგრამ ეს განხილვა მოხდა მხოლოდ იმის შემდეგ, როდესაც უკვე პირველი მოსმენით გასული იყო უკვე და რეკომენდაციები მივეცა ქალბატონ ლიას ორგანიზაციამ, ჩვენმა ორგანიზაციამაც, სხვა ორგანიზაციებმაც და რას მივაღწიეთ, იმას მივაღწიეთ, რომ მომხმარებელს შეუძლია ერთ-ერთი მუხლი ჩაიდო ისეთი და მას ძალიან დიდი დავა მოყვა, მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს არაგეგმიური ინსპექტირება, მაგრამ აი ეს მაგრამ არის ყველაზე საინტერესო. მან უნდა მოიტანოს ცნობა სტაციონარიდან, რომ ის ნამდვილად ამ პროდუქტით მოიწამლა, მან უნდა გააკეთოს ლაბორატორიული ტესტირება პროდუქტის და დაამტკიცოს, რომ ეს პროდუქტი ნამდვილად მისჯამთელობისთვის მავნებელია და მესამე, მან უნდა მოიტანოს აღწერა თუ როგორ შეიძინა ეს პროდუქტი, ანუ ფაქტიურად მან უნდა შეასრულოს ექსპერტის ფუნქცია, რაც ფაქტიურად არის პრაქტიკულად შეუძლებელი. აქედან გამომდინარე, ეს კი ჩადეს კანონში, მაგრამ ჩადეს მხოლოდ და იმიტომ, რომ ჩვენ გავჩუმებულიყავით. აი ეს მინდა დავამატო, რაც ქალბატონმა ეთება. აი რეაგირება თუ ხდება ისეთ საკითხებზე ქალბატონმა. შეკითხვას დაგისვამთ, აი მაგალითად მედიკამენტების შემთხვევაში, ხო? ეს უკვე პირდაპირ ძალიან სერიოზულად ურტყამს თქვა ჯანმრთელობას, ხო? ამ ხრივ ხო შეიძლება რომ უფრო აქტიური იყოს მომხმარებელი აი მედიკამენტებზე. მე გეტყვით ჩემ პირად შემთხვევას. 19 წლის შვილი დამჭირდა წამალი, გავაფრთხილე რეალიზატორი ერთ-ერთ ცნობილ აფთიაქში, ნუ ეხა არ დავასახელებ, ვინაიდან მე მეხება ეს პრობლემა და არა ამინდა მიკერძოება იყოს და იქ გავაფრთხილე რომ არის ბავშვი ძალიან ალერგიული, მომყიდეს წამალი, უბრალოდ მეუღლეს მიყიდეს, ბავშვმა ეს წამალი მოიხმარა და ქალბატონი ქეთევანი იყო ის რომ გადავარჩინეთ ბავშვი, იმიტომ რომ ძალიან საშინელი რეაქცია იყო. შემდეგში ამავე აფთიაქში მყიდულობდი წამლებს, რომ ბავშვი გამომეჯანსაღებინა. აი ეს იყო კურიოზი, რომელიც მე პირადად შემემთხვა და როდესაც მე მიმართე, რა თქმა უნდა, არ გავჩუმდი და მიმართე ხელმძღვანელობას, მათ რაც გაიმართლეს თავი, რომ ის იყო კონსულტანტი და განთავისუფლეს, ანუ არ დააკმაყოფილეს ის აქ რა მოხდა ფაქტობრივად. მატერიალური, მორალური ზარალის ანაზღაურებას ვერ მიაღწიეთ მაინც ამ შემთხვევაში. იცით რა, ეს პრობლემა მეხებოდა მე. და მე ვარ მომხმარებელთა უფლებების დაცვის, ამიტომ მე ეს ვერ გამოვთქვი ხმამაღლა, თუმცა საკმაოდ ვეცადე ჩემი უფლებების დაცვა, მაგრამ ფაქტიურად აი ამ პროცესს, როდესაც გავყევი, ძალიან რთული არის მომხმარებლისთვის. ჩემთვის აღმოჩნდა ეს რთული, რომ ჩემი უფლებები დამეცვა და რიგითი მომხმარებლისთვის მით უმეტეს რთულია. საიდან ვიღებთ ჩვენ ინფორმაციას? საბედნიეროდ, მომხმარებელი არის ძალიან აქტიური და დღესაც სანამდე მე თქვენთან გადაცემაში მოვიდო და მომხმარებელმა მოიტანა საჩივარი მობილურ ტელეფონებთან დაკავშირებით. ირღვევა სერვის ცენტრები არღვევენ თავის ფუნქციებს, ირღვევა არასრულებენ თავიანთ ფუნქციებს, ირღვევა მომხმარებლის უფლებები ნებისმიერ სფეროში და ფაქტიურად აი მარეგულირებელი არ არსებობს. აი ეს არის ტკივნეული საკითხი. კი, გავაუქმეთ ჩვენ სანიტარული სამსახური, მაგრამ სამაგიეროდ რა მივიღეთ? მივიღეთ სრულიად თავისუფალი ბაზარი ფალსიფიკატორი და არაკეთილსინდისიერი მწარმოებლისთვის. ამ დროს თუ კი ჯანსაღ კონკურენტუნარიანი გარემო იარსებებს საქართველოში, ამით მოიგებს ეკონომიკა, ამით მოიგებს მომხმარებელი და ამით მოიგებს მწარმოებელი. და ძალიან პატარა მას დავამატებ კიდევ, მაპატიეთ ქალბატონო ლია. მე ვიყავი მიწვეული ამერიკაში სურსათის უნებლობის საკითხებთან დაკავშირებით და ძალიან საინტერესო რა მიდგომა არის იქ.
ძირითადი პასუხისმგებლობა არის გადატანილი რეალიზატორზე და რატო? რეალიზატორს შეუძლია დააზიანოს წარმოებლის იმიჯი, თუ კი არასწორად შეინახავს პროდუქციას და მომხმარებელს მიყიდის უარგის პროდუქცია, სადაც ფირმის ნიშანი არის დანდართული ლოგო და შეუძლია დააზიანოს მომხმარებლის ჯანმრთელობა. ამიტომ ძირითადი პასუხისმგებლობა გადადის გამყიდველზე და ეს არის ძალიან სწორი მიდგომა. აი ზუსტად რაში ვხედავ მე გამოსავალს. თუ კი ძირითადი პასუხისმგებლობა გადავა რეალიზატორზე, ის უკვე ვალდებული იქნება წარმოებლიდან მიღებულ პროდუქცია ყურადღებით განიხილოს, სანამდე ის სამომხმარებლო დასზე განათავსებს და ყურადღებით იქნება, სანამდე აი იგივე პროდუქცია მიყიდოს მომხმარებელს და დაიცვას ელემენტარულად მისი შენახვის და რეალიზაციის პირობები. მე ვფიქრობ, რომ აი ეს არის ერთ-ერთი პატარა ნიუანსი, რამაც შეიძლება დღევანდელი სიტუაცია გამოასწოროს. დიახ, სახელმწიფო ძალიან დიდი წვლილი შეტანა შეუძლია ამ საკითხის მოგვარებაში, იმიტომ რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას პირობები ჯანსაღი კონკურენციისათვის და ასევე მინდა ცალკე შევეხო ინსტიტუციონალური მოწყობის საკითხს, იმიტომ რომ ჩვენთან დღეს მომხმარებელთა უფლებებს იცავენ არასამთავრობო ორგანიზაციები. არასამთავრობო ორგანიზაციების რესურსები საკმაოდ მწირია და დღესთან იმდენი პრობლემა არსებობს ამ კუთხით, რომ ისინი ნამდვილად ვერ გაუმკლავდებიან ამ პრობლემებს. მე მაგალითად ძალიან კარგად ვიცი, რომ გერმანიაში არსებობს გაერთიანებები, კავშირები ფედერალურ დონეზე, რომელთა დაფინანსების 2/3 ხდება სახელმწიფოს მიერ. ანუ 2/3 ფინანსდება მათი საერთო ფინანსებისა ბიუჯეტით, სახელმწიფო ბიუჯეტით. დანარჩენი 1/3 მოდის დაუშვათ იგივე ბროშურების, სხვადასხვა პუბლიკაციების გამოცემის ხარჯზე, საწევრო ანარიცხების ხარჯზე და ასე შემდეგ. ქალბატონია. იცით რა, მე გავაგზავნებდი ამ ინსტიტუციონალიზაციის საკითხს. რამდენადაც მე ვიცი, ევროპის ყველა ქვეყანაში არსებობს საჯარო ორგანო, სახელმწიფო ორგანო, რომელსაც ეხება მომხმარებელთა უფლებების დაცვა და რომელსაც შეიძლება მომხმარებელმა მიმართოს ნებისმიერ სამომხმარებლო პროდუქტთან დაკავშირებით თუ დაიღვა მისი უფლებები. დღეს საქართველოში ესეთი რამე არ არსებობს. აი თუ საკითხი ეხება თუნდაც იგივე ელექტრონიკას, ტანსაცმელს, არ ვიცი, სხვა სამომხმარებლო პროდუქტს არ არსებობს ორგანო, სადაც შეიძლება სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანო, სადაც შეიძლება მიმართოს მომხმარებელმა. მარტო სასამართლო. ასე იგი, საერთოდ ადმინისტრაციულმა რგოლმა მთლიანად მოიშორა ეს საკითხი. და ასეთ სიტუაციაში, ფაქტურად ჩვენ ვახორციელებთ იმას, კუთხეში მომწყდეულმა მომხმარებელმა რა უნდა ქნას. ერთადერთი რაც დაგვრჩენია, რომ ერთმანეთში გავცვალოთ ინფორმაცია ინტერნეტის საშუალებით და ამისთვის შევქმნით ჩვენ ეს მომხმარებელი G-პორტალი, რომ ქემაინც მომხმარებელმა ერთმანეთს ვუთხრათ, რა არ ვარგა, რა ვიყიდოთ და რა არ ვიყიდოთ. კი ეს ძალიან მტკივნეულია მეწარმეებისთვის, არის ხოლმე მოვარდნები და კივილწივილები, რომ აი ზარალს გვაყენებ, მაგრამ სხვა გზა არ დაგვრჩენია. შეიძლება ვიღაცის ბიზნესი აბსოლუტურად გააჩეროს, ხო? გააჩნია ქალაქში როგორ იხმები გავრცელდება. რა ვქნათ? აი არჩევანი რა არის? მაშინ მოგვეხმაროს ბიზნესი იმაში, რომ დავაწყოთ თუნდაც Facebook-ის საშუალებით 10 ადამიანმა შეიძლება ვიღაცას ბიზნესი დაუხუროს, ხო? ხო ეგრე გამა. ანუ თუ კი არ არის დაცვის მექანიზმები, ისიც დაუცველი გამოდის მეწარმეს. მაგრამ მომხმარებელი რო ზარალდება, იმ მომხმარებლის მოტყვილება ძალიან იოლია მეწარმის მიერ და მეწარმეები მომხმარებლის მოტყვილებით რო აკეთებენ ფულს, ეს კარგია? რა ქნას გასაგებია, ბატონო. დავეთანხმებ ჩემ წინამორბედებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ამ სფეროში ვთქვა და თუნდაც არასამთავრობო სექტორის გააქტიურება, მაგრამ ეს საერთო ჯამში პრობლემას ვერ შეცვლის. ანუ ის რომ ერთი ადამიანი, ანუ რამოდენიმე ადამიანი წავა სასამართლოში ვთქვა და თუნდაც მოიგებს პროცესს და აინაზღაურებს მიყენებულ ზიანს, ეს საერთო სურათს ვერ ცვლის, იმდენად გლობალურია პრობლემა. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ სახელმწიფოს როლი. ანუ გასაგებია, რომ თავისუფალი კონკურენცია ვთქვა და მეწარმეობის განვითარება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, მაგრამ მომხმარებელთა უფლებების დაცვა ასევე მნიშვნელოვანია და აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციით, თუნდაც, ანუ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლებაა. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს კონტროლის მექანიზმის, ანუ უფრო სერიოზული მექანიზმის შემუშავება და კონტროლის განხორციელება მეწარმეობის კუთხით, ანუ კეთილსინისიერ მეწარმეს ვერაფერს ვერ დააკლებს, იმიტომ რომ შენ თუ აწარმოებ კარგ პროდუქციას, რეალურად არც იმ შემოწმების არ უნდა გეშინოდეს. და ამ შემთხვევაში უკვე შეიძლება რეალურად სურათი იმისა, რომ გლობალურად მოგვარდება ეს პრობლემა, თუნდაც 1 და 2 და თუნდაც საზოგადოების გააქტიურება რაღაც პროცენტული მაჩვენებლით. იმ მეწარმეს არ უქმნის შიშის ფაქტორს იმისას, რომ თქვა შეუძლია რომ აღარ ვალდებულია რომ აღარ გააგრძელოს ესეთი საქმიანობა. იმიტომ რომ აუნაზღაურებს იმ ერთ ადამიანს ზიანს, მაგრამ 100 ადამიანს მიყიდის ისევ იგივე პროდუქციას და ისევ გადის მოგებაზე. ბატონ ბორის, გამოსავლის გზებზე ვსაუბრობთ და თქვენ რას გვეტყვით?
I think first of all indeed that პირველ რიგში ნამდვილად და გავსახაზე იმას, რომ საჭიროა მაღალი დონის კანონმდებლობა, რომლის აღსრულებაც მოხდება, ასევე მნიშვნელოვანია არსებობდეს ნდობა ხელისუფლების მიერ, ხელისუფლება უნდა იყოს ძლიერი, რომელსაც ხელისუფლება მონიტორინგი და კანონის მოთხოვნათა აღსრულება, მაგრამ ეს ბიზნესების ინტერესებში უნდა შედიოდეს, იმიტომ რომ მათ უნდა კონდეთ და სურვილი გააჩნიათ გაყიდონ გამჭვირვალე ბაზარზე. და ეს დაეხმარება კომპანიებს გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანი. იმიტომ რომ მიიღებენ მომხმარებლისგან უკავშირს, მიიღებენ მომხმარებელთა პოზიციებს, თუ მომხმარებელს აკმაყოფილებს პროდუქტის და ხარისხი და მომხმარებლის, ეს ასევე დამხმარე იქნება კომპანიისთვის და ბიზნეს ასოციაციებს შეუძლიათ ითამაშონ როლი სექტორალურ ასოციაციებს, დაუშვათ ქიმიური მრეწველობის ან საკვების წარმოებლების, მათ უნდა გააჩნდეთ ინტერესი მომხმარებელთა უფლების დაცვის ხარდასაჭერად. ეს არის ყველა საქმე და ისევ და ისევ ინფორმაცია. მომხმარებლის ინფორმირება ძალზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მას შეეძლოს უფლება მოითხოვოს თავისუფლებების აღსრულება. ეს არის ძალისხმევა მრავალი ინსტიტუტისა და ევროკავშირის მაგალითი გვანახებს, რომ არსებობს გამოსავალი და ყველა იხეირებს როგორც მომხმარებლები, ასევე ბიზნესი საბოლოოდ. ბატონ ვახტანგ, ბატონ შალვა, შემდეგ თქვენ. მე ხაზი გავუსვა, რომ ამ პროცესში ძალიან დიდი როლი ეკისრება ევროკავშირს. ამ გადაცემაში არაერთხელ თქმულა იმის შესახებ, თუ როგორ მიისწრაფვის საქართველოს ევროკავშირისაკენ ამ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თავობაზე და ასე შემდეგ. ანუ ეს ინტეგრაციის პროცესი თუ კონკრეტულად ეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესი გულისხმობს იმას, რომ საქართველოს სტანდარტები უნდა დაუახლოვდეს ევროკავშირის სტანდარტებს. ანუ ევროკავშირის მოთხოვნა ამ შემთხვევაში არის, რომ საქართველოს განახორციელოს რეფორმები და მათ შორის ამ სფეროშიც მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით. აქედან გამომდინარე ჩვენ ძალიან დიდი იმედის თვალით უყურებთ ევროკავშირს, რომ ევროკავშირი იღებს საზოგადოების, ქართული საზოგადოების თქვათ ამ წუხილებს, რეალურად შეაფასებს იმ სიტუაციას, რომელიც არის საქართველოში და შესაბამისად თქვათ არ წავა გარკვეულ დათმობებზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ საქართველოს მოქალაქეების ინტერესების ხარჯზე. ბატონ შალვა, თუ გსურთ დაამატოთ რამე და შემდეგ უნდა დავასრულოთ გადაცემა. ერთ საკითხს გავამახვილებ მხოლოდ ყურადღებას. ეხლა ხან მიღებული საქართველოს კოდექსი პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ. იქ არის მეოთხე კარში ასეთი, რომ საცალო და საბითუმო ბაზარზე გამოყენებულ სასწორებს დამოწმება არ ჭირდება. საით მივდივართ ხალხო, ესე იგი სახელმწიფო მის შემოწმებისთვის საჭირო სასწორების დამოწმება სავალდებულოა, ხოლო ბაზარზე უკვე სავალდებულო არა და ამის შემდეგ უკვე გაეხსნა მეწარმეს ხელი, გამყიდველს ხელი, რომ კილოგრამის ნაცვლად მოგცეს 800 გრამი პროდუქცია. ეს კიდევ ერთი დარტყმა და აი ზუსტად ასეთი საკითხებზე გვჭირდება ევროკავშირის, გვჭირდება სხვა ქვეყნების მხარში დადგომა, რომ ეს საკითხები, რაც კოდექსში არის არასწორად შეტანილი, არასწორად ვამბობ, იმიტომ რომ იგი აზიანებს მომხმარებელს, ზიანზე მიდის, აი ასეთი საკითხები მაინც გამოვასწოროთ და ცოტა რაღაც ცივილური სახე მივცეთ ამ კანონთან. გასაგებია, ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით ყველას გადაცემაში სტუმრობისთვის. მე შეგახსენებ, ჩვენ მომხმარებელთა უფლებებზე ვისაუბრეთ დღეს. ევროპული არჩევანი ამით დასრულდა, შევხვდებით ერთმანეთს ერთი კვირის შემდეგ. ნახვამდის, მადლობ ყურადღებისთვის.